შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტსა და სახელმწიფო პროგრამაში აწარმოე საქართველოში ცვლილებები შევიდა. სიახლეების თანახმად 3 კომპონენტად დაყოფილი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი შეიცვალა და სახელმწიფო დაფინანსება საბრუნავი საშუალებებისა და ძირითადი საშუალებებისთვის განისაზღვრა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურში განმარტავენ, საბრუნავ საშუალებებში სათესლე მასალა, შხამქიმიკატები, დაქირავებული მიწისა და შენობების კირა და სხვა მსგავსი საჭიროებები იგულისხმება. რისთვისაც სახელმწიფო დაფინანსება 20,000-დან 100,000 ლარის ოდენობით 18 თვის ვადით გამოიყოფა. ძირითად საშუალებებში კი საკუთრების შეძენა იგულისხმება, გარდა არსებული შენობა-ნაგებობისა და მიწის ფართისა. ძირითადი კომპონენტებისთვის სახელმწიფო 12,000-დან 30,000-მდე დოლარს 7 წლის ვადით გამოყოფს. ცვლილებების თანახმად პროგრამას კიდევ ერთი კომპონენტი აგროლიზინგი დაემატა. გარდა ამისა, ამოქმედა სახელმწიფო საბანკო უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც ბანკებში სესხის მიღებთათვის სახელმწიფო 50%-იან უზრუნველყოფას გააკეთებს. როგორც სამინისტროს ახალციხის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურში განმარტავენ, შეღავათიანი აგროკრედიტის მეორე კომპონენტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთიდან დაახლოებით 800-მა ბენეფიციარმა, მესამე კომპონენტით კი 23-მა ისარგებლა. მათივე განმარტებით, ცვლილებების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღება ფერმერებს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში შეუძლიათ. მესამე კომპონენტი დაემატა ასეთი აგროლიზინგი. წარმოების საშუალებების და სხვა მოწყობილობა დანადგარების ეს გულისხმობს ამ მოწყობილობა დანადგარების სარგებლობაში გადაცემას. და თანდათან გამოსყიდვის უფლებით. შეუძლია პიროვნებას ლიზინგით ისარგებლოს და ეს ისევ ლიზინგის გამცემს დარჩეს ეს ძირითადი საშუალებები შეიძლება გამოისყიდოს კიდევაც. აქაც სახელმწიფო შემოდის თანადაფინანსებაში 9%-იანი თანადაფინანსებით